8 საუკუნეა ქართველიერი არ ივიწყებს დიდებული გმირისა და ქრისტეს მხედრის შალვა ახალციხელის სახელს, რომელიც ვაჟკაცურად შეეწირა სამშობლოსა და ქრისტეს სარწმუნოებას. ჯალალედინი 1225 წელს შემოდგომას დაიძრა და მრავალრიცხოვანი, კარგად შეიარაღებული ლაშქრით მოვიდა სომეხთა ზედა. მტერმა ფაქტიურად საქართველოს საზღვარი გადმოლახა. მეფე რუსუდანმა მხედართმთავრად მოხუცებული იოანე ათაბაგი დაადგინა. ქართველთა მთავარსარდლობა ბრძოლის დაწყებას არ ჩქარობდა, რადგან სახიფათოდ მიაჩნდა მთის დატოვება და ქვემოთ ფართო ველზე ჩასვლა. უშიშრად შეება თორ ჯავახელების მცირერიცხოვანი ლაშქარი ურიცხვო მტერს. ძლიერად იბრძოდნენ შალვა და იოანე. შალვამ სამჯერ აფრინა მალე მსრბოლი ამირსპასალარ ათაბაგთან და დახმარება სთხოვა, მაგრამ მან პასუხიც არ აღირსა. ამის მიუხედავად უკან დახევა არც კი უფიქრიათ ახალციხელებს. როცა მეწინავე ლაშქრის გადარჩენილმა მებრძოლებმა უკან დაიხიეს, მაშინ ათაბაგის ბრძანებით უქმად მდგარი უძლეველი ლაშქარიც უბრძოლველად გაშორდა ბრძოლის ველს, რის შემდეგაც ქართველთა უძლეველობის მითი დაიმსხვრა და დიდებაი სიმხნითი ქართველთაი ყოველთა ნათესავთა შორის უპატიო იქმნა. როდესაც დატყვევებული შალვა მანდატურთუხუცესი სულთანს წარუდგინეს, ნახჭევანელებმა და ადერბადაგანელებმა იცნეს და ჯალალედინს მისი სიმხნისა, სიქველისა და საბრძოლო წარმატებების შესახებ აუწყეს. მანაც დიდი პატივით მიიღო სახელოვანი მეომარი, ადერბადაგანში დიდი მამულები უბოძა და თავის წარჩინებულებს გაუტოლა. ერთი წელი იყო შალვა ასეთ პატივში. 1227 წლის პირველ ნახევარში ჯალალედინმა შეიტყო, რომ შალვა ახალციხელი საიდუმლოდ უკავშირდებოდა საქართველოს სამეფო კარს და საიდუმლო ცნობებს აწვდიდა მისი მომავალი გეგმებისა და საბრძოლო მოქმედებების შესახებ. სასტიკად განრისხებულმა სულთანმა მზაკრული ალერსით შალვას რჯულის გამოცვლა მოსთხოვა, სანაცვლოდ კი ურიცხვ სიმდიდრეს შეპირდა, მაგრამ ქრისტეს მხედარმა სულთნის წინადადება უარყო და მტკიცედ მიუგო.